ხარ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, იფიქრით საკუთარ თავზე თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანზე, ვნახოთ ვინ ხართ მისთვის, რას წარმოადგენთ, ეხლა რა ენერგიებში გხედავთ და რას იზოს თქვენ ჩაფიქრებული ასევე. ფიქრეთ საკუთარ თავზე და თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, ვიზეც გაინტერესებთ, ვნახოთ აბა მისთვის ვინ ხართ. რას წარმოადგენთ მისთვის, რა მნიშვნელობა გაქვთ. თქვენ ძალიან ძლიერი ქალი ხართ მის თვალში, ასე დავიწყებ, ძალიან აქტიური, ძალიან თავდაჯერებული, მომხიბლელი, მაცდური, სექსუალური, ცოტა შეიძლება ესეთი манипуляტორული ზოგიერთ თქვენთაგანისთვის ფიქრობს, რომ გამოწვევა შეგიძლიათ მისი და ზოგადად ძალიან ლამაზები ხართ, ძალიან თავდაჯერებულები მის თვალში და თქვენ მიმართ საკმაოდ დიდი ვნებაც უჩანს ამ ადამიანს და მიზიდულობაც და სურვილის თქვენდამი, თვალში საცემი ხართ და თქვენს თვალს ვერ აგარიდებთ ეს პიროვნება, ესეთი დამოკიდებულება აქვს. მაგრამ აქ ხედავ რომ გეკამათებათ ეს ადამიანი, აქ რაღაცა აზრთა სხვადასხვაობა არის აშკარად თქვენ შორის, რაღაც საკითხზე ვერ გვარდებით და ეს ადამიანი ფიქრობს რომ თქვენ მას ეჭიდავებით, თქვენ მას ებრძვით, ეჩხუბებით და აქედან გამომდინარე ფიქრობს რომ ან ის არის გატრიალებული, ან თქვენ ხართ გატრიალებული, რაღაცა ტრანსფორმაციულ ენერგიებშია შესული აქ ურთიერთობა, თვითონ ესე აღიქვავს თქვენთან დაკავშირებით, თქვენამდე მოსვლა უნდა, სურვილი აქვს თქვენთან ურთიერთობის, მაგრამ ფიქრობს როგორ მოვიდეს და რაღაცეები შეცვლა უნდა ეს ჩხუბი, ეს კამათი, ეს გაუგებრობები, ამის დასრულების სურვილი აქვს თქვენთან მიმართებაში და უნდა რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩააბაროს და რაღაც ახალი ფურცლიდან დაიწყოს თითქოს თქვენთან ურთიერთობა. აბა ვნახოთ რას იზავს ახლო მომავალში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ვნახოთ აბა ახლო პერიოდში მისგან რა ნაბიჯებს უნდა ელოდოთ თქვენ ჩემო ფასებო, აქ ძალიან ემოციური ფონი გელოდებათ, თვითონ არის პიროვნება საკმაოდ ბევრ ემოციაში, შეიძლება იყოს ცოტა უკონტროლო ბრაზი, უკონტროლო აგრესია, კამათი, აი ხისტი ენერგიებით მოვიდეს, თან ემოციური манипуляციებით ჩანს მისი მხრიდან. აი როგორია, იცით, აი მომენტში შეიძლება ძალიან გაღიზიანებული იყოს, მომენტში აი ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე, თვითონაც არ ესმოდეს ბოლომდე ესე რატო იქცევა, ესე რატო აკეთებს და საკმაოდ ემოციური არასტაბილურობა მოსდის ურთიერთობაში. ცოტა არამყარია, ცოტა ძალიან არამყარია, აქ რაღაცა შეიძლება კამათი და კონფლიქტი წარმოვიდეს მისგან, ამიტომ იყავით ფრთხილად, ძალიან ურთიერთობა ჩიხში არ შეიყვანოთ, იმიტომ რომ თვითონ აშკარად ჩიხისკენ შეყავს სიტუაციები და თქვენ თუ არ გინდათ რომ ჩიხში შევიდეს, არ აყვეთ მის ამ კამათს, ესეთ რჩევა მექნება. მოკლედ თუ რეზონირდა თქვენზე, დამიწერეთ კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის.